არქიტექტორი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი, რომელიც ასე მგონია თავისუფალი ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს, ნებისყოფა აქვს და ძალიან ბევრს კითხულობს. და უყვარს მარტო ეს პროფესია კი არა, რამდენიმე პროფესია ერთად. ზოგჯერ არქიტექტორს ძალიან ჭირდება რეჟისორიც იყოს და დადგას სპექტაკლივით ეს შენობა. შიგნით და გარეთ. ანდახან შეიძლება ტექნოლოგიურ ნაწილს აყვეს და ყველაფერი ტექნოლოგიიდან გამოვიდეს, აქედან გამომდინარე ტექნოლოგიას კარგად უნდა იცნობდეს. მასალას კარგად უნდა იცნობდეს. ის დღეს ახლა ესე ზერელეთ რომ მე სადღაც მასალა ავიღე და მე მივაკარე. არა, ეს მასალას უნდა ამბობდეს თავიდანვე რაღაცას, ხო? სტილში. ასე რომ თავის სფეროში კარგად უნდა იყოს გარკვეული და ზოგადად ბევრ სფეროში კიდე თუ მოახერხებს ერთმანეთთან ამათ დაკავშირებას გამოუვა რაღაც. ჯანსაღი ამბიცია ყოველთვის დასაფასებელია, როცა ბევრ შრომობ და იცი საიდგე მიდიხარ, მაგრამ ახლა დამწყება უნდა იცოდეს, რომ ჯერ ბევრი რამე არ იცის. აი ეს ამბიცია თუ არ ექნება და ეხნება სრულად ბევრი ისწავლოს და რაც შეიძლება აყვეს დღევანდელ დღეს, დღევანდელ მოთხოვნებს და ალბათ კარგი პედაგოგი სჭირდება, რომ ჯანსაღი მიმართულება მიცის. მეც თუნდაც უფრო ადრე, როდესაც ვიწყებდი ამ პროფესიაზე მუშაობას, ამ პროფესიით მუშაობას, მეც მეგონა რომ რაღაცა ვიცოდი. მე გავიდა წლები, მივხვდი რომ არაფერი არ ვიცი. მე რომ კიდე გავიდა წლები, მეგონა ვიცოდი. მე გავიდა ისე წლები, მივხვდი რომ არაფერი არ ვიცი. და აი ესე მოვდივარ დღემდე. აი ახლა როგორ პროცესში ვარ იცით, რომ არაფერი არ ვიცი. ეხლა რა არის ეს რაც გაგიკეთები, იმას რომ თავიდან აკეთებ და სულ ხონად გააკეთებ, ხო? მაშინ გეგონა რომ რაღაცა სასწაულს აკეთებ, მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა. ამიტომ სულ სწავლა ჯობია. საერთოდ ჩვენი პროფესია ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ნებისყოფის გარეშე არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ იგივე ახალგაზრდებსაც ვეტყოდი, რომ აი შეიძლება შრომა უნდა გიყვარდეს და შეიძლება ერთ-ერთი საქმე გააკეთო 100 ჯერ. და მე ბოლოს მივხვდე, რომ რაღაცა გამოგდის თუ არ გამოგდის, მაგრამ თუ დაყარებ შუაგზარში ფარხმალი, მაშინ ეს უკვე შენი პროფესია არ არის. ისე ნებისმიერ სფეროშიც ეგრეა.